ალეკო ელისაშვილი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით ელისაშვილმა გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვასა და ამავე ინფორმაციით ელისაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია მანდატურის სამსახურს და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ელისაშვილს დაზიანებები აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სასამართლოს მანდატური საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფრონტზე მივდივარ და ნებისმიერი რეპრესიისთვის მზად ვარ. ნიუ-იორკ პოსტის ცნობით ამის შესახებ მათ თანამდებობიდან გადამდგარმა ანდრეი ერმაკმა განუცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ არ სურს ზელენსკისთვის პრობლემების შექმნა და აღშფოთებულია მხარდაჭერის ნაკლებობით. შავ ზღვაში თურქეთთან ახლოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 2 ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. ბლუმბერგი წერს, რომ ორივე გემზე ხანძარი აფეთქების შედეგად გაჩნდა. ორივე ტანკერი დასანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მხრიდან. რუსები საჰაერო სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში 2 ადამიანი დაიღუპა, იწვის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით დაშავებულია 15 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. ღამით კი უკრაინამ კამიკაძე დრონებით რუსეთის კრასნოდარის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა.